ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით ფსიქოთერაპიის ოთახში, სადაც ძირითადად მუშაობ ფსიქოსოციალური უნარების განვითარებაზე. ძირითადად ფსიქოთერაპია ბავშვებში ანვითარებს ისეთ უნარებს, როგორიცაა სოციალური უნარების განვითარება, ფსიქოლოგიური უნარების განვითარება, კოგნიტური, აკადემიური, რთული ქცევის მართვა, კოგნიტური უნარები, როგორიცაა ხმაყურაზღება, მეხსიერება, აზროვნება. ჩვენ ბავშვებთან მუშაობთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. უშუალოდ რა საჭიროებები აქვს ბავშვს და რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ მის ინტერესებს. გარდა ფსიქოთერაპიისა, ორიონში გვაქვს სხვადასხვა თერაპიები, როგორიცაა პოლისენსორული თერაპია, ფიზიოთერაპია, ხელის თერაპია, კიბერთვალი, მუსიკოთერაპია და ეს თერაპიები კომპლექსურად მუშაობენ ბავშვებთან, რათა განავითარონ ბავშვებში ბიოფსიქოსოციალური უნარები და გაუმარტივონ ცხოვრების ხარისხი. ეს პოლისენსორული თერაპიის კაბინეტი. პოლისენსორული თერაპიის კაბინეტში ფსიქოლოგი მუშაობს სხვადასხვა სენსორული სტიმულების გასააქტიურებლად. მუდმივად აკვირდება ბავშვს, მის ქცევას და რეაქციის შესაბამისად ცვლის სტიმულებს. პოლისენსორული თერაპია არის მრავალპროფილური თერაპიის მეთოდი, რომელიც მოიცავს შეგრძნებებს, როგორიცაა მხედველობა, ყნოსვა, სმენა, შეხება და გემოვნება. ასევე საყურადღებოა მისი მნიშვნელობა დამშვიდობისთვის, რელაქსაციისთვის და სამყაროს უკეთ შესაცნობად. პროგრამა ინდივიდუალურად დგება თითოეული ბავშვისთვის, მისი ინტერესების გათვალისწინებით, ასევე ვრცელდება თერაპიული პროცესი 20-25 წუთის განმავლობაში, კვირაში 2 დღე, ტარდება როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური შეხვედრები ორკაციან ჯგუფში. ეს არის ინტერაქტიული დაფა, სადაც ხდება უკვე ნასწავლი მიზნების განზოგადება და ძირითადად უვითარებს ბავშვებს იმ უნარებს, რაც ყოველდღიური ცხოვრებისთვის მისთვის მნიშვნელოვანია. ციფრები ჩამოთვალეს, იქ რაოდენობა აჩვენეს, აქ მოვედით, მერე უკვე და ნატიფი მოტორული უნარები გამოვიყენეთ, რომ ფანქარი დავიჭირეთ ხელში და მოვხაზეს ერთიანი, ორიანი, სამიანი. ასევე ავითარებს კოგნიტურ უნარებს და თვალისა და ხელის კოორდინაციას, შეთანხმებულ მოძრაობას. ეს არის ინტერაქტიული იატაკი, ყველასთვის ყველაზე სახალისო აქტივობა. აქ არის ძირითადად თამაშით სწავლება. არის როგორც გასართობი, ასევე შემეცნებითი თამაშები და აქ ვიყენებთ ისეთი უნარების განსაკუთრებულად, როგორიცაა კოგნიტური უნარები, აკადემიური უნარები, ფუნქციური უნარები, სოციალური უნარები. ბავშვები სწავლობენ რიგის დაცვას, გაცვლას, განაწილებას და სივრცეში ორიენტაციას. ჩვენ ვიმყოფებით ახლა ფიზიოთერაპიის კაბინეტში. ფიზიოთერაპია მიზნად ისახავს ადამიანის მოძრაობის გაუმჯობესებას, ასევე ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებას, აღდგენას ან შენარჩუნებას. ფიზიოთერაპია და სენსორული ინტეგრაცია ერთმანეთთან არიან მჭიდრო კავშირში. განსაკუთრებით ბავშვებში, რომლებსაც აქვთ განვითარების შეფერხება, აუტიზმი, ცერებრალური დამბლა და სხვა ნეირომოტორული სირთულეები. სენსორული ინტეგრაცია და ფიზიოთერაპია ერთად არის მეტად ეფექტური, ამიტომ ჩვენ ვიყენებთ სენსორულ სტიმულებს. აქ გვაქვს საქანელა პლატფორმა, რომელიც გამოიყენება ვესტიბულური სტიმულაციისათვის, ასევე სმენით მოტორული კოორდინაციისათვის, ჰორიზონტალური თოკის და გორიალას დუეტი ერთად ძალიან კარგი საშუალება არის კოორდინაციისა და წონასწორობის სავარჯიშოდ. გვაქვს საწური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ღრმა შეგრძნებების სტიმულაციისათვის. გორგოლაჭებს შორის გაძრომა ბავშვისთვის იწვევს ღრმა შეგრძნებას და ასტიმულირებს შეხებას. ასევე გვაქვს კასრი, რომელიც კარგი საშუალება არის ასევე წონასწორობის სავარჯიშოდ, სხეულის პოზიციისათვის, თვალებისა და თავის მოძრაობის იზოლირებისათვის, ასტიმულირებს პროპრიოცეპტულ, ვესტიბულურ ხედველობით და შეხებით სისტემებს. ორიანში ბევრი შესაძლებლობებია იმისათვის, რომ ბავშვების მდგომარეობა გავაუმჯობესოთ.